საღამომშვიდობისა ყველას და ყველაზე დიდი შიზოფრენი მინდა ვამხილო ახლა ამ დედამიწაზე ამ ქვეყანასა შინა და ამ სამყაროსა ზედა უბრალოდ ქვეყანასა ზედა და სამყაროსა შინა შემომიერთდით მეგობრებო და დავიწყოთ. ესე იგი, ყველაზე დიდი შიზოფრენს ვეძებთ ახლა ამ სამყაროში და ამ დედამიწაზე და მინდა აი ახლა განახოთ ყველაზე დიდი შიზოფრენია სად ხდება მეგობრებო. აქ ხედავთ რომ ბავშვები, როდესაც ომის დროს სამხედრომ ტრაგიკული ისტორია სიტყვა ყველასგან რომელსაც საკმარისი ყურადღება არ მიუქცევია რეპორტაჟს მაგრამ რა მოხდა როდესაც საზიზღარმა კრიმინალმა ჯარისკაცებმა ავადმყოფო შტურმით აიღეს მათი იარაღი მისუქა დაიჯეროს ყველა პერსონალი და სამედიცინო პერსონალი წასულიყვნენ ბავშვები კი მარტო დატოვეს გარდავალი ბედის წინაშე და აი ვხედავთ ჩვენ მეგობრებო აი ესეთ სურათს ჩავსკროლოთ და ვხედავთ რომ აი ირანში აი ახალგაზრდები მოკლეს ახალგაზრდები რომლებიც აი გადავიდეთ და ვნახოთ როგორი ახალგაზრდები არიან თითქმის ყველა არასრულწლოვანი არის ულამაზესი სულები რომლებიც არ აწყობდა მხეცების საზოგადოებას და ეს ხალხი ყველა დახოცეს მიუხედავად იმისა რომ 1000-ობით ხალხია გამოსული მათ ამ ხალხს ვერ უშველეს მეგობრებო გარდა ამისა ჩავსკროლოთ ახლა და ვხედავთ აი მამაო როგორ სინანულით ამოიღებს ესე იგი ფულით სავსე საფულეს სავსეა ფულით თუმცა დაენანება ხელგაზრდილისთვის მიცემა და გააგზავნებს სიარულს უნამუსოდ. კაი, ჩავსკროლოთ. აქ ვიღაცი თავისთვის უბერავს. აქ პროტესტებია. აქ ქართული ფილმი გადაიღეს. აქ ქრისტეზია საუბარი. აქ ებრაელებზე, აქ მე ვარ. აქ ვიღაცამ რაღაცა იკაიფა და აი ესე მეგობრებო წავიდეთ გავხსნათ Facebook-ი და ვნახოთ რეები ხდება ახლა Facebook-ზე ერთი წუთით ჩვენ ვნახავთ ახლა ყველაზე დიდ შიზოფრენიას ამ დედამიწაზე. ეს მუცელზე ფიქრობს, ეს ტუფლების გაყიდვაზე, ეს უბერავს, ეს ვეფხისტყაოსანზე ჩაიცეკლა, ეს რეკლამას აკეთებს კბილებისთვის, ეს ვარჯიშობს, ეს იხვებს ტეხავს, ესენი რაღაცებს არ ვიცი რას ლაპარაკობენ. ეს რეკლამას აკეთებს, ეს ფეიქია, ეს არ ვიცი რა არის. რეკლამა საფრთხო წერილში, კერძოდ სახარებაში, გასაკვირველია სახარებაში, მოცემული არ არის. არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც ზეიმობთ. ესენი თამაშობენ. ვიცი, მათხოვრად ვიქეცი. მათხოვრად იქცა. ამან ფეჩი გამოიგონა, ამან პური გამოაცხო. ამან რაღაცა დაფხნა, ბავშვები თამაშობენ. რეკლამა. ეს არ არის ახლა შიზოფრენია. აი ეს არის შიზოფრენია მეგობრებო. აქ რაც ხდება არის შიზოფრენია. ყველა თავის უბერავს.
ესე იგი ირანში ხალხი კვდება ისრაელი ღაზას ბავშვებს უკლავს და ეს ქადაგებს და მაგარი გონია თავი ეს რეკლამას აკეთებს ესეც რეკლამას აკეთებს ესეც რეკლამას აკეთებს ესეც რეკლამას აკეთებს ესეც რეკლამას აკეთებს ხალხი არ არის არაბული ეკრანშობთ ეს არ არის არაბული ნუ აბნევთ ხალხს და აბსოლუტს ქადაგებთ გითხარ არავით არის ეს არის უმდიდრესი ქვეყნიდან შენდება ეს ემირატები საუდის არაბეთი არის უმდიდრესი ქვეყნები და ამქალმა მაგრა გარეკა ესე იგი არ არის ეს არაბები ელემენტარული ძალიან ბრიტყვი უნდა იყოს ეს აღგეს ძალიან მეეჭვდა რომ ეს გავუშვათ თქვენ ტელევიზია არაბად გავკარით როდის გავუშვათ ძლებს ნახე განსხვავებული აზრი ისე ევროპული თანხები რომ აღარ არის რატო არ შემოდის აღარ არის ამქალს არ გონია რომ აქ ირანელები შემოდიან გამოშტერებული ეს ბავშვებით ვაჭრობა მიმდინარეობს უკვე ეს არის ბავშვებით ვაჭრობა მეგობრებო ეხლა რაც ხდება რასაც უყურებთ ყველა თითოეული თქვენ ვინც თქვენი ბავშვი გამოაჩინეთ და იმათ ენერგიის ხარჯზე გააკეთეთ ფულები დაგერხევათ მაგრა რო იცოდეთ რა აი ესენი რას გიზავენ იცით ეს ბავშვები თქვენ შობლებს ვეუბნები შემოგიტრიალდებიან ისეც მაგარს მოგაჯვავენ რომ ნახავთ მე რა ბოდიში თქვენთან აი სიტყვა გეკუთვნით ხალხი რომელიც ბავშვებით დაიწყებს ვაჭრობას სოციალურ ქსელებში რა ვაჭრობა აბა რა არის ეს ბავშვს რომელსაც ბავშვის ხარჯზე რაღაცა გროშებს გამოიმუშავებ როგორ უფუჭებს შენ შულს ამით შენს ცხოვრებას იცი ფუთქვენი აი შიზოფრენია არ არის მეგობრებო ერთნი აქ დგანან აპროტესტებენ დანარჩენები რეკლამას აკეთებენ Facebook-ში ეს ბჭობს რაღაცეებზე ეს არ ვიცი რა არის რითი ერთობი და შენი სახელი მითხარი აქ ცეკვავენ ეს ძუძუს აწოვებს რეკლამა ხალხო ეს დასეირნობს ეს სპორტს რა შევარიც ცეკვავს აქ გილები აქ ბუღდლები მაგას ქადაგებენ კაი ტიპია ძველი ბიჭია მაგარი ხდება ეს რეკლამას აკეთებს ეს მაგარი ტიპი გონია მას თავი ესენი ქორწინდებიან და გონიათ რომ ძალიან მაგარ რამეს შვებიან ეს რეკლამას აკეთებს ეს საქართველოში ირანელებმა მოგვიწყეს აქციები კვლელი მთავრობისთვის აჰა ესენი გაგვეკლდნენ ეს კიდე ჩარჩა იმ დროში არ ვიცი ეს რა არის ეს ორი კიდე არ ვიცი ვისი დაქირავებული ტიპები არიან აქ რა ხდება არ ვიცი აჰა ირანში ხდება ერთი ამბავი მაგრამ მაინც ვერაფერს შველიან მეგობრებო მაინც კლავენ ახალგაზრდებს შეწირეს მის ხვეპლი ქრისტე კიდე აქტუალურია კოდერძი ჩოხელი ეს არ ვიცი ვინ არის ეს არ ვიცი რა არის მეგობრებო ლევან ხაბეიშვილი სასაცილო ფიგურა ახლა აღარ არის ესეთი რაღაცები მიყვარს სრული სიგიჟია და შიზოფრენია როდესაც ადამიანი გააზრებულად ჩასქროლავს რა ხდება საერთოდ ეხა წეღან იმდენი რეკლამა შეხვდა იმდენი რეკლამა რომ მე ვთქვი სად არის ეს ხალხი და რეკლამებს აკეთებს ხალხი რეკლამებს აკეთებს რა საქართველოს დაცვა რა ირანში ხალხი მოკლეს დღეს 21 საუკუნეში რომ ახალგაზრდა ბავშვებს გვიკლავენ იქ ომია ფეხზე კიდია ყოველას ჩვენს მათ შორის ჩვენს უღუდლებსაც მათ შორის აი მითხარით სად არის ერთობა დედამიწაზე ვიღაცა ყველა თავისას უბერავს დედა ყველაზე დიდი ყველაზე დიდი შიზოფრენი შემოქმედი თუ არ იყოს რა დედას ვიცავარ ყველაზე დიდი შიზოფრენი არის შემოქმედი რა პირდაპირ ვიტყვი და ვამხელ რა
ვამხელ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ამხელა შიზოფრენია შექმნა და კონტროლი არ ქონდეს ამ შიზოფრენიაზე და ბავშვებს კლავდე და თავისუფალი ნება მისცა ადამიანებს და მაინც თავისუფალი ნება მკვლელებს მისცა და იმათ არა ვისაც სიცოცხლე უნდოდა, ხო? და ვერ ჩაერია და ყოველად შემდგომ ვერაფერი ვერ გაახერხა. წადი რა მაგ ღმერთის ტყუილებითაც კიდე უკანალში გაიკვეტეთ ეგ ტყუილები რა. ვინც ჩვენ მაგას გვატყუებს რომ ღმერთია და ის ყოვლად შემძლია? მაშინ მაგარი შიზოფრენია რა. ის ვინც იჯერებს ამ ყველაფერს. ყველაზე მაგარი ღმერთი ქრისტეა რა, რომელმაც ამხილა სრული სისტემა, რომელიც დღემდე ილუზიაში გამყოფებდა ჩაჭერილი ყავხართ მატერიაში. არქონტების მონები ხართ სულ, ვისაც გგონიათ რომ ღმერთი ყოვლად შემძლია რა. პირდაპირ მოვიდა კაცი და ამხილა სისტემა რომ ღმერთი არსა და არ არის სხვაგან შენშია სასუფეველი და შენშია ეძებე ღმერთიც და ყველა ის ყველაფერი რაც კი არის და ღმერთი გადაგვარჩენს ღმერთი კი არა პეტრე და პავლე გადაგარჩენთ თქვენ ხო ნიკოლოს ერთი წუთი დედიკო ვინც სრულად სისტემას ვამხელ რა ყველა არქონტს ვამხელ. ყველა იმ მატრიცის შემქმნელს ვამხელ, ვინც ქართული ანბანით დააპროგრამა სრული სამყარო. ყველას გამხელთ. შემოგიხტით სახში და გაგიჰაკეთ ეგ მთელი სისტემა. ახლა რასაც ვიტყვით, ის მოხდება, გესმის და არა რასაც იტყვით, ის მოხდება. ახლა გეუბნები რომ სრულიად ბოროტი სისტემა დაემხობა თავზე დღესვე სრულიად ქრისტეს სიტყვა ხდება ქვაქვაზე არ დარჩეს ამინ ამენით სრულიად დედამიწის მასშტაბით არ დარჩეს ქვაქვაზე როგორც ქრისტემ თქვა ისე მოხდეს ამინ ამენით დღესვე ახლა და ამ წამს მოხდეს ასე ამინ ამენით არც ერთი თქვენგანი სიცოცხლეს არ იმსახურებს ვით არქონტებს ემონებით და ვერ გამოფხიზლით 2000 წელია უკვე გითხრათ ქრისტემ და ამხილა ეს სისტემა მაგრამ ვერ გაიგეთ ვერაფერი და გირჩევნიათ ის არქონტების მონებად იქცეთ ახლა ანდროიდების მონებად იქცეთ სრული შიზოფრენია გული მერევა უკვე იმ საკითხებზე რომ მედიაში გაიხედავდა თითქოს ყველაფერი წესრიგში იყოს ამ დედამიწაზე არც ერთი ადამიანი ფეხში არ ადგა როდესაც ახალგაზრდები მოკლეს გინდ საქართველოში გინდ ღაზაში გინდ ირანში გინდ სადმე სხვაგან გინდ უკრაინაში და გინდაც რუსეთში არც ერთი თქვენგანი ფეხში არ ადგა და არც ერთი თქვენგანი არ ფიქრობს იმას რომ შენ რო აქ მუცელი გაქსიებია ფარისეველ ღვთისმსახურო ვითომ და დედამიწაზე რომ ბავშვები ჯერ კიდევ ყდებიან ვიღაცეების ხელით ან თუნდაც შიმშილი და შენი მუცელი რო გასიებულა ღორო შენ მართლა გაომაძღარო დაემხე მუცელზე დღე არ გავა რომ არ გაიყვანოს თითოეული მღვდელი და ვითომ ღვთისმსახური ღმერთმა აქედან იესო ქრისტეს ძალით თითოეული თქვენგანი გაწყდეს წელში და ემსახუროს მართალთ ამინ ამენით იესო ქრისტეს სახელით ვეუბნები და გიბრძანებ სრულიად სისტემას მატრიცისა და თუ არქონტებისა თუ ვინც ხარ იალა დაბაოთო შენ გოდერძი ჩოხელი რას აკეთებს რიმა ვერ ხვდები გოდერძი ჩოხელი თქვენ არქონტების არქონტებო თქვენ არაქნისებო და არ მაქნისებო თქვენ თქვენ გონიათ რომ თქვენია ეს სამყარო თქვენია როცა მოჯვავს ჟენია გესმის და შენი არაფერი არ არის ყველაფერი ქრისტესია შენია სისხლი
და მათი მძღნერი, ვისაც მოკლავ. ყველა სული ქრისტესია. ამინ ამენით. და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ გონია თავი ადამიანები? ადამიანები, როდესაც სამყაროში ხედა 21 საუკუნეში ხარ, ბიჭო, ზოგი მილიონებს აგროვებს. ზედა აზის კრუხივით. და მაგ მილიონებიდან არც ერთი წიწილა არ გამოიჩეკება. თქვენი სული გაქრება. აზრზე მოდით, მილიარდელებო და მილიონრებო. აზრზე მოდით. ტრამპი მოილაპარაკებს ირანთან. ამასობაში ახალგაზრდები კვდებიან და ეწირებიან ამ სისტემას. ბავშვები, ჩვილები. და შენ ზიხარ და რეკლამებს აკეთებ სახში. შენ ზიხარ და რას აკეთებ სახში? ყველაზე დიდი შიზოფრენი თუ ეს იალდაბაოთი არ იყოს. აგერც ვნახავთ. ხო, ილიას აღარ ვამხელ, ის უკვე გაქრა. ახლა იალდაბაოთს მივადექი. რამე თუ მისი სული მან გააქრო. ახლა მის მსახურებს მიადგება. და მიმდგარია უკვე. ყველა სული წაიყვანა იალდაბაოთ და მერე შენც მიყევი მათ. Kinder, was macht ihr da? Spinnt ihr oder was? Johanne, du kannst ein Ei jetzt essen. Wie hat das hier gemacht? Nee. Johanne, ich habe das Ei jetzt gemacht. Mach jetzt. Oder ich esse es. გოდერძი ჩოხელი შიმშილით მოკლეს თამარ. და რამდენი კიდე? შიმშილი და წამებით. და ჩვენ დგავართ აქ და სიმღერებს წერთ და ზოგი სპექტაკლებს ვდგავთ და ზოგი რეკლამებს ვაკეთებთ და ზოგი წიგნებს ვწერთ და ზოგი ფსიქოლოგობთ და ზოგი მასწავლებლობთ. და რა მაგრები ვართ რა, ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი რიგზეა, ესია ყველაფერი დედამიწაზე რიგზე, რომ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მონები. და მერე ვიღაცა დამიწყებს აქ ჭყუის სწავლებას. როგორ უნდა ვილაპარაკო მასწავლეს თურმე. უფრო კარგად იცის ჩემზე, რა უნდა ილაპარაკოს და როგორ. ჩემზე კარგად იციან თურმე. როგორ უნდა ილაპარაკონ. და რა უნდა ილაპარაკონ. და ჩემზე კარგად იციან და ააწყეს ქვეყანა. ჩემზე კარგები არიან. მღვდლებიც, ფსიქოლოგებიც, მასწავლებლებიც და ყველა გამოკლევებულებიც. ხო, მარტო მე არ მაქვს უფლება რომ ვილაპარაკო. დანარჩენი ყველა რიგზეა ამ დედამიწაზე. ყველაფერი რიგზეა. მარტო მე ვარ პრობლემა. ხო? ეხა ვის ველაპარაკები თქვენ ისედაც გესმით ჩემი ისინი ვისაც არაფრის გაგება არ უნდათ ისედაც ვერაფერს იგებენ და მოდი თქვენთან სხვანაირად ველაპარაკებთ ჩემო კარგებო აქ 11 ხალხი ხართ შემოგხედეთ ყველანი საინტერესონი ხართ აი ეს არის მეგობრებო დღეს ჩემი აღმოჩენა რომ ყველაზე დიდი შიზოფრენი არის შემოქმედი აი ეს შემოქმედი ეს მატერიალური რომ გაახორციელა და შემდეგ სოფიაც რომ დაეხმარა სულის ჩაბერვაში ორივე ერთნაირი მძღნერები არიან რომლებმაც მონები შექმნეს ჩამოეთრიე სოფია აქ და შენი ქმნილება მოათვინიერე თუ არ მოკლავ მაშინ შეიკავეთე უკან როგორც გააჩინე
არ გუჭირდება ესეთი ქმნილება, რაც შენ შექმენი. მორჩა ის დრო, რაც გქონდა. ხო და ახლა ჩემსა და სოფიას შორის დაიწყება ჭიდილი. ვინც შექმნა ეს სატანა, ბნელი ადამიანი, არსება, რომელსაც გველის კუდი აქვს და ლომის თავი აქვს. გესმის, რა ვთქვი? სისტემას გესაუბრები, სოფია, შენც მაგის უკან დგახარ. ზვიადი, მერაბი, გოდერძი, ზვიადის და მერაბის მომრგები, მომგრეები, აკაკი, ელიავა, მასონების მოგვიკლეს. დასრულდა ის დრო, როცა კლავდით ადამიანებს. ახლა ჩვენ რასაც გეუბნებით, იმას გააკეთებთ. ახლა თქვენ მოიკალით თქვენი თავები, თუ რამის შეწირვა გინდათ თქვენი ღმერთისთვის და საბოლოო ჯამში სოფიამ თავისი ქმნილება დაასამაროს ერთხელ და სამუდამოდ და გვეშველება ამ დედამიწაზე რამე. ამ დედამიწაზე, რომელშიც შექმნილია სრული ქაოსი, რომელსაც ეწირებიან ბავშვები და ჯერ როდის თქვა ჯერ კიდევ ჯორჯაძემ, რომ თუ გონში ვერავა ადამიანი და ვერ დაიწყებს აზროვნებას, მაშინ ჩვილებს შესწირავენო და ჩვილებს უკვე სწირავენ. ახლა თვალსაჩინოდ კლავენ ახალგაზრდებს გინდა ირანში და გინდა ღაზაში და გინდა ისრაელში, გინდა უკრაინაში და გინდა სადაც გინდა იქ. საქართველოშიც. გაიხსენეთ ხალხო, გაიხსენეთ ვინ ხართ. თუ არ გაიხსენეთ ვინ ხართ, მოგვიკლავენ იმ ბავშვებს, რომელიც გაგვაჩენინეს, გესმის? ღმერთმა დაგვიფაროს, მე გავიხსენე ვინც ვარ და ჩემ ბავშვებს ხელს ვერ დაადებენ. მაგრამ ვინც ვერ გაიხსენა ვინ არის, იმის ბავშვებს ეტაკებიან. რამე თუ ადამიანი, რომელიც გაიხსენებს ვინ არის, მას ხელს ვეღარ ადებენ. ასეთი კანონია მათში. ეს მატრიცა ვინც შექმნა, მან წესებიც დააწესა და მისი წესები გავჰაკე და რომ გეუბნებით, არ გჯერათ? ხო და თქვენს ბავშვებს რომ მოადგებიან, მერე გამიხსენებთ, გესმის? ხო და რომ გამიხსენებთ, მერე გაგახსენდეთ, რომ თავები უნდა გაგეხსენებინათ, ვინ იყავით, მაგრამ დაგეზარათ, ტრაკის განძრევა, გესმით? ტრაკიც არ უნდა გაანძრიოთ, გონება უნდა გაანძრიოთ. გპარავენ დროს, გპარავენ მატერიას, გპარავენ აზრს, გპარავენ ფიქრებს, გპარავენ ყველაფერს, ჩაგიჭირეს სისტემაში. იხსენი თავი. თუ არ იხსნი თავს, სისტემის სხვერპლის შენც გახდები. აი რაც ირანში ხდება დღეს, აგერ ირანის შემოგიგზავნეს აქაც. ხო და რომ გესაუბრები, რომ გაანძრიე ტვინით ხო, ხო? და შენ რომ გეზარება და იმის მაგერ ტვინი გაანძრიო და მოისმინო ის ვიდეოები, რასაც ვაკეთებს, რომ გაგეხსნას მესამე თვალი. გეზარება და მაგის მაგივრად რო უყურო მლანძღავ, მწყევლი და ილია მერის იმედი გაგმკვდარი კაცის. გიშველოს ილია მეორემ თან წაგიყოლებს ყველა იმ ადამიანს, ვინც მე მწყევლა ილია მეორეს ილია მეორეს თვის, ილია მეორეს გამო, ვინც მე მწყევლა, თან წაგიყოლებთ. ყველა მატყუარას, რომელიც ხალხს ატყუებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც აიგნორებს სიტყვას, რომელიც ზეციდან მოდის, თან წაგიყოლებთ. 100%-იანია ჩემი სიტყვა. წყალი არ გაუვა. წყალი ვერ გაუვა. ამინ ამენით.
ნებითა შენი და იესო ქრისტე მხოლოდ შენი ნებით მოხდეს ყველაფერი და არაფერი შენი ნების გარეშე დაასრულე ეს სასტიკი სიშავე ამ დედამიწაზე და ხომ თქვი რომ მოხვალ ხო და მოდი თუ შეგიძლია რამის შეცვლა მოდი და შეცვალე ამინ ამენით იესო ქრისტე